სურათები ძირითადად არის გაკეთებული ევროპაში, აქ ქართული ისინიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად მიუნხენში მე მქონდა ერთვიანი გამოფენა, იქ ძალიან ბევრი სურათი, 73 სურათი იყო, წარმოიდგინეთ 3 ამდენი კიდე. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის ყველასი ესე გამოფენა და ძირითადად ეს არის ევროპიდან პეიზაჟები, სლაიდ შოუ, მობილური ტელეფონით გადაღებული სურათები. მელოდები არ მიყვარს, თუმცა მელოდებია. მე მთელი ღამე ნებებს ვებრძოდი შენგან ასე რომ შემოგზნებია. მართლაც ვინც ის ვისაც შეხვდები, ვის გაუგზავნი ხვითებ ბარათებს, რომელ ანკეზზე წამოეგენი ინტუიციას. პროგრედით ბანკი მოხარულია, რომ დღეს ამ გამოფენას მასპინძლობს. ძალიან საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი, იმედი მაქვს სიამოვნებას მიიღებს დამთვალიერებელი. როგორ მიყვარხარ, როგორ ვერაგდრობ ჩემს სიახლოვეს, მე ალბათ ზუსტად შენი ხმისავა შემკვიდრი თუ არა წლებმაც დამტოვეს და გამოსულხნი, როგორც ველზე მერანი, გზაში მომისწრებს ალბათ სისკარი, მოვედი გესმის ფლოქთად ქერანი, შემოვამბრუე შენი ჭიშკარი. საზღვარგარეთ გადაღებული საკმაოდ საინტერესოა, იმ თვალსაზრისით, რომ ესეთი მხატვრულია უფრო ასე ვთქვათ, უფრო სიღრმისეული ჩემთვის პირადად. ძალიან საინტერესო იყო თბილისში გადაღებული სურათებიც და როგორც ვატყობ, დომინირებს ზამთრის თემა, თოვლის თემა.